Para menguinda. მოდის იქნება ჩვენ ქვეყანაში სწავლა განათლება უბრალო გლეხის ჩემი ქალიშვილი 10 წელია სწავლობს 2 წელს ბატონებია ისე რომ გადასახადი არ არის ძალიან დიდი თანხებია გადასახადია 1750 სასწავლებელი უნიჭიერესი გოგოა ძალიან ყველა მეწოდება გლეხიშვილი რომ ვერ აქვს ღმერთისგან დაჯილდოვებული სწავლა განათლება ნიჭი და ვერ აუცილებლად სკოლა უნდა მოვიდეს სახს, სკოლა არის აი დაჩაგრული, გამწარებული, ისეთი რაღაცების რომ თავიანთი პატარა მიწაწყალი მათ არ ეკუთვნიდნენ. პენსიაზე მომატება 20 მეტი ნაგავში წარწმევა. მაგის ხელობა ეგ. სკოლა უნდა გამოსცეს. მე კი ბევრს არაფერს არ ვეროდები, ჩემი დრო წავიდა. სიკეთეს. თქვენ გულისთვის ვეროდები სიკეთეს. ველოდები გამარჯვებას ოქტომბერში, რომელიც აუცილებლად იქნება. ვიღაცები თურმე ქართული ოცნების სახელით არიგებდნენ ფულს სხვადასხვა ადგილას, რომ აიო წადითო აქციაზე. ეს მოგეხსენებათ კანონით აკრძალულია. ფონიჭალიდან ტრანსპორტი არ გამოუშვეს. ორგანიზებულად აპირებდა ხალხი წამოსვლას. ქართული ოცნების მაისურით მომავლებს ეს ყვითელი მარშრუტკები არ უჩერებდნენ მანქანას და არ სვამდნენ მანქანებში. რასთან გვაქვს საქმე? მე ნათლად დავინახე რომ ხელისუფლების უგუნურობა იქამდე მივიდა რომ ის უფრო სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოებრებისათვის. მე დავინახე რომ თუ ასე გაგრძელდა ჩვენ ყველანი სამშობლოს დავკარგავთ. ამიტომაც პოლიტიკაში ყოფნა, პოლიტიკური ბრძოლა მართალი რეჟიმის შესასრულებლად ჩემი სურვილი კი არ არის, არამედ ჩემი მოვალეობაა. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ყოფნა არ ყოფნის საკითხია ჩვენი ქვეყნისათვის. გარკვეული დღეიდან პროცესები შეუცვლელად ხასიათს მიიღებს. უკვე შეუძლებელია პროცესების შეჩერება. ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მივა და ჩვენ გავიმართოთ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ შევძელით და მთელ საქართველოში შევქმნით რეგიონალური სტრუქტურები, შტაბები. ყოველივე ამას ჩვენ ვაკეთებთ ხელისუფლების მხრიდან ისტერიული ძალადობისა და უბადრუკი საძაგლობების ფონზე. ჩვენ დღეს ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას და მე ბედნიერი ვარ რომ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვარ, საქართველოს მოქალაქეების გვერდით, სამშობლოს გვერდით. მკვეთრად შევცვალოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისაკენ.
ურთიერთობა პრობლემა მოკლე ხანში მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. რა უნდა რომ ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობის შესაძლებელი სამსახურის პოვნა და ოჯახის რჩენა და ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენი პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში ორიენტირებული იქნება ადამიანზე. თვითონ მოქალაქეზე. ჩვენ მოვხმოთ მონოპოლიებს და შევქმნით კონკურენტულ გარემოს. ჩვენ თავაზობთ უფასო სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო პაკეტს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენ არ დაგვირდებით არაფერს ისეც, მისი შესრულებაც არ არის შესაძლებელი და რაც არ შეგვიძლია.